რა ხდება ქიმიურ აგენტებთან შეხებისას? რატომ ქონდა ამდენ ადამიანს ხანგრძლივი სიმპტომები და რატომ არ ვიცით რა ნივთიერება გამოიყენეს 2024 წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად? $1918 წელს საფრანგეთში ბრძოლის ველზე ჯარისკაცები გარკვეულ ზონებში შეცვლას ერიდებოდნენ. არა მხოლოდ ცეცხლის გამო, არამედ ქიმიური ნივთიერების გამო, რომელიც გაშვების შემდეგ დიდი ხანი რჩებოდა აქტიურ მდგომარეობაში. ეს ნივთიერება იყო კამიტე. კამიტე პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური აგენტების ადრეულ თაობას ეკუთვნის. მისი მთავარი საფრთხე არა უშუალოდ ზემოქმედება, არამედ გრძელვადიანი მოქმედებაა. გაშვების შემდეგ ის მიწას, აღჭურვილობას, თავად სამხედროების ფორმებსაც აბინძურებდა. მისი ჩამორიცხვის მცდელობა კი პირიქით აძლიერებდა წვას, რადგან ნივთიერება ძლიერად ებმოდა კანის ბუნებრივ ცხიმებს. სამხედრო ანგარიშებში ადგილებს, სადაც კამიტე გამოიყენეს, უწოდებდნენ დროებით შეუღწევად ზონებს. ჯარები ვერ ახერხებდნენ წინსვლას ან დაბინძურებული ზონის გადაკვეთას, სანამ ქიმიკატი ბუნებრივად არ დაიშლებოდა, რასაც ხშირად დღეები სჭირდებოდა. ეს ნივთიერება იმდენად საშიში აღმოჩნდა, რომ პირველი მსოფლიო ომის პირობებში ზედმეტად სარისკოდ მიიჩნიეს. არავინ ელოდა, რომ ასეთი ისტორიით ცნობილი ქიმიკატი ოდესმე კიდევ გამოჩნდებოდა და მაინც ერთ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ კამიტეს ეფექტებზე დამაჯერებლად მიმსგავსებული სიმპტომები სრულიად მოულოდნელ ადგილას თბილისში დაფიქსირდა. გასულ წელს, როცა ხელისუფლებამ ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და თითქოს არაფერი ჩვენთვის უჩვეულო არ ყოფილა დემონსტრაციები, პოლიცია, შეტაკებები რუსთაველზე, მაგრამ როცა ხალხს წყლის ჭავლი მოხვდა, ბევრმა მათგანმა უჩვეულო წვა იგრძნო. იგივე გამოცადა პედიატრმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა, კანის წვა, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება. რამდენიმე დღის შემდეგაც სიმპტომები არ გამქრალა, ამიტომ ფაქტების შეგროვება დაიწყო. კვლევის ფარგლებში 350 ადამიანს მისწვდა, მათგან თითქმის ნახევარმა თქვა, რომ სიმპტომები მათაც ერთ თვეზე მეტხანს გაჰყვათ. შემდეგ ექიმმა 79 ადამიანი პირადად შეამოწმა, ბევრს გულის ელექტრულ სიგნალებში არანორმალური ცვლილებები აღმოაჩნდა. ზოგი დემონსტრანტი, რომლებიც აქციის დაშლაში მოყვნენ, 1 წლის თავზეც განიცდიან ამ ცვლილებებს. რამდენიმე თვის შემდეგ BBC Investigation-მა იპოვა საქართველოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ინვენტარის სია, დათარიღებული 2019 წლის დეკემბრით. მათ შორის იყო 2 კოდირებული ნივთიერება, UN-1710 ქიმიური სითხე და UN-3429 ქიმიური ფხვნილი. ხალხისთვის ბუნებრივი ეს კოდები არაფერს ნიშნავს, მაგრამ ქიმიური რეგულაციების სამყაროში კოდები ძალიან ბევრს ამბობს. როცა სახელმწიფოებს ასეთი ნივთიერებები გადააქვთ, ინახავენ ან იყენებენ, ისინი მონიშნულია UN ნომრებით. ეს არის გაეროს მიერ შემუშავებული უნივერსალური კლასიფიკაცია. UN კოდები შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორც საშიში ნივთიერებების გლობალური საიდენტიფიკაციო ნომრები. ეს კოდები არ გეუბნებათ ზუსტ ბრენდს ან ნარევის ფორმულას, მაგრამ ისინი მიუთითებენ ნივთიერების ტიპზე და იმ უსაფრთხოების წესებზე, რომლებიც თან უნდა ახლდეს მის გამოყენებას. UN-1710 აღმოჩნდა ტრიქლორეთილენი, ძლიერი გამხსნელი, რომელსაც ხშირად იყენებენ უფრო ძლიერი ნაერთების გასახსნელად. UN-3429 კი ნამდვილი ლაბირინთია. ამ კოდს ათეულობით საშიში ნივთიერება მიეკუთვნება, მაგრამ მხოლოდ ერთ მათგანს აქვს ომებში გამოყენების დადასტურებული ისტორია, ის რომ გამოიყენებოდა დემონსტრაციების დასაშლელად, სანამ უფრო უსაფრთხო საშუალება არ შექმნეს, ხანგრძლივი სუნთქვითი და კანის გაღიზიანება და გაშვების შემდეგაც გარემოში დარჩენის უნარი. ეს ნივთიერება არის ბრომბენზილციანიდი, კოდური სახელით კამიტე. კამიტე ცრემლსადენი გაზი არ არის, ის არ ქრება, ის ეკვრის, ის ებმის კანის ბუნებრივ ცხიმებს, იჭედება ტანსაცმლის ბოჭკოებში და როცა მის ჩამობანას ცდილობ, წვა ხშირად ძლიერდება.
ექიმები ამას რეაქტივაციით გამწვავებას ეძახიან. მისი ორთქლი მძიმეა, ამიტომ დაბინძურებული ზონა დღეების განმავლობაში შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს. შტატების ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაციის მონაცემებით კამიტეს დახურულ სივრცეში გამოყენება შეიძლება მომაკვდინებელიც კი იყოს. ამიტომ, როცა პოლიციის ინვენტარში ჩნდება UN 1710 და UN 3439, ეს ნიშნავს, რომ უწყება ყიდულობს ისეთ ქიმიკატებს, რომლებიც ოფიციალურად არის აღიარებული საშიშად და ექვემდებარება საერთაშორისო რეგულაციას. BBC-ს გამოძიებამ სწორედ ამ კოდების საფუძველზე ივარაუდა, თუ რომელი კონკრეტული ნივთიერებები შეიძლებოდა მოხვედრილიყო ამ კატეგორიებში და ასე გამოჩნდა სცენაზე კამიტეტს. საქართველოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა BBC-ს უთხრა, რომ წლების წინ ისინი ტესტავდნენ ქიმიურ ნაერთს, რომელიც ზუსტად ასე მოქმედება. ამ მოვლენების ირგვლივ დამოუკიდებელმა ტოქსიკოლოგმა პროფესორმა კრისტოფერ ჰოლსტეგმა გადაამოწმა სიმპტომები, მათი ხანგრძლივობა, გაეროს კოდები, თვითმხილველთა აღწერები და დაასკვნა, რომ კლინიკური ნიშნები ემთხვევა ბრომბენზილ ციანიდის ზემოქმედებას. ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ აქციის დასაშლელად წყლის ჭაობთან ერთად დამატებითი ქიმიური ნარევიც გამოიყენეს. საერთაშორისო სამართალი გვავალდებულებს, რომ ასეთი ქიმიური საშუალებების გამოყენება მხოლოდ დროებით ზემოქმედებას იწვევდეს, გაგრძელდეს წუთები და არა თვეები, იწვევდეს დისკომფორტს და არა გულის ელექტრულ დარღვევებს, რადგან როცა ქიმიკატის ეფექტი განგრძობადია, ის უკვე ქიმიური იარაღის კატეგორიას უახლოვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება ფაქტია, რომ ათასობით ადამიანი შევიდა ქიმიურ ნისლში, ისინი დაშავდნენ, მათ დარჩათ სიმპტომები. სუსის განცხადებით გამოძიებამ დაასკვნა, რომ BBC-ს ფილმში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საუბარი მიზანმიმართული დეზინფორმაციაა. უწყების თქმით, 1 დეკემბერს დაწყებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ დარბევის ღამეს გამოიყენეს მასების მართვის საშუალება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც პროპილენ გლიკოლის ხსნარში იყო გახსნილი. თუმცა 1 წლის განმავლობაში შსს არ ასახელებდა, თუ კონკრეტულად რა ნივთიერება იყო წყალში გარეული. დემოკრატიაში კი გამჭვირვალობა ფუფუნება არ არის. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. მე ნინო აფაქიძე ვარ, iFact-ის ჟურნალისტი და ჩვენ უცხო ამბებს მომავალშიც მოგიყვებით. თქვენ კი არ დაგავიწყეთ ამ ვიდეოს გამოწერა და გაზიარება. ასევე iFact-ი პირველად საგამოძიებო ჟურნალისტიკის ისტორიაში თავის აუდიტორიასთან ურთიერთობის ახალ ფორმატს იწყებს. გახდით ჩვენი წევრები, თქვენი დახმარებით მეტი ამბავი გამჟღავნდება.